უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის ვადა რომ დღეს ამოიწურებოდეს დიდი ხანია ვიცოდით, დიახ, ამოიწურა. სწორედ ამიტომ იყო ის პროცესი, რაც იყო საქართველოში. პრეზიდენტმა თავისი წილი საქმე, ასე ვთქვათ, დაასრულა ამ ეტაპზე, მან ჩაატარა საკმაოდ ხანგრძლივი და ღია პროცესი, ზოგჯერ შესაძლოა ესეთი უფრო ზედმეტად ღია და ხმაურიანიც, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ საქმემ საქართველოში. თავისთავად ეს კარგია, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ პროცესით და აი პრეზიდენტმა პარლამენტს შესთავაზა თავისი რჩეული ქალბატონი ნინო გვენეტაძე. ჩვენ პოლიტსაბჭოზე 2 დღის წინ კოალიციის პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ ამ საკითხზე. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის, ეს არის პოლიტსაბჭოს პოზიცია, რომ ეს არის პოზიტიური დადებითი დამოკიდებულება ქალბატონ ნინოს მიმართ, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი. პარლამენტში საჭიროა სიით შემადგენლობის უმრავლესობა, 76 პარლამენტის წევრის მხარდაჭერა აუცილებელი, ამიტომ ამ დღეებში დაგეგმილია კომიტეტების სხდომები, ფრაქციების და უმრავლესობის შეკრებები, სადაც ადამიანები, ვინც მეტად იცნობენ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს, ალბათ უკეთ გააცნობენ მას იმ ხალხს, ვინც ნაკლებად იცნობს ქალბატონ ნინოს, აგრეთვე იქნება პროფესიული კუთხით შესწავლა მისი გეგმების, ხედვების უკვე კომიტეტების სხდომაზე და მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ქალბატონ ნინო ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული კანდიდატია შესაძლო ღირსეულ კანდიდატთა შორის და მე დაველოდები კოლეგების გადაწყვეტილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, როგორც ჩანს, მომავალი კვირის განმავლობაში პარლამენტში დაიწყება უკვე საპარლამენტო განხილვები ამ საკითხის.